და გამოშვების დასასრულს კიდევ ერთხელ ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს. 2013 წელს ქვეყანაში სულ 5,365,356 ვიზიტი განხორციელდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით 21,2% აღემატება 2012 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდს. მათგან 2,80,808 ტურისტი იყო, 1,167,570 ტრანზიტი, 2,116,978 კი კატეგორია სხვაშია გაერთიანებული. სამინისტროს მონაცემების მიხედვით 2013 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა. უწყების ინფორმაციითვე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია. 365,356 ვიზიტი, რაც 21,2% აღემატება 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ვიზიტორთა აღნიშნულ რაოდენობაში ტურისტების ხვედრითი წილი შეადგენს სულ 39%-ს, რაც ციფრობრივად გამოიხატება 2,80,808 ვიზიტში. ტურისტების აღნიშნული რაოდენობა, რაც შემოვიდა საქართველოში 2013 წელს, 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს აღემატება 16,3%. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სეგმენტაციას, ძირითადი კონიუნქტურა არ შეცვლილა და ბირთვს კვლავ ჩვენი უშუალო და ახლო მეზობლები წარმოადგენენ. ცალკე უნდა აღნიშნოს საკმაოდ სერიოზული მატების ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ პოლონეთმა, ავსტრიამ და ჩეხეთმა შესაბამისად 80, 32 და 22%-იანის დააფიქსირეს. აგრეთვე აღსანიშნავია შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთის 40%-იანის და ახლო აღმოსავლეთიდან ისრაელი 29%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპიდან ბელორუსიის მოქალაქეები დაფიქსირდნენ 62%-იანი მატებით.